25 ოქტომბერს თელავში ყოველწლიური ფესტივალი ჭაჭა 2025 ჩატარდება. ეს არის რეგიონული ყოველწლიური ღონისძიება, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ. ელეკლემოერის მოედანზე კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოეწყობა შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, გაიმართება აქტივობები. ფესტივალი საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით ტარდება. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა. კახეთი არის ჩემი უსაყვარლესი კუთხე, არავის არ ეწყინება, იმიტომ რომ ჩემთვის კახეთი არის ბავშვობის მოგონება და ყველა ის თქმილი მოგონება, რაც ამ კუთხესთან მაკავშირებს. 8 წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ ფესტივალი ჭაჭა. ფესტივალი ჭაჭის მიზანი იყო, რომ ის კომპანიები, ის გლეხები, ის მარნები, რომლებიც სახლში აკეთებენ და კომპანიები თქვა ქართლებში, გაგვეცია პოპულარიზაცია იმ უნიკალური სითხესთვის, რომელსაც ჭაჭა ქვია. ამ ფესტივალმა უკვე მიიღო საერთაშორისო მნიშვნელობა, ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით ხვალ თელავში. დაახლოებით 100-მდე თუ 150 კომპანიამდე ხა ზუსტად არ ვიცით, ეხლა გრძელდება შემოტანა ჭაჭის ნიმუშების. ეს არის სახლში დამზადებული მარნის ჭაჭა, კომპანიების მიერ წარმოებული ჭაჭა, რომელსაც დღეს ცნობილი სომალიები შეარჩევენ და გამოვლინდება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ჭაჭის მფლობელი კომპანიები, ასევე ოჯახური ჭაჭის მფლობელები. მე არა მაქვს უფლება დავასახელო მათი გვარი და სახელები, იმიტომ რომ ძალიან კომპეტენტური ადამიანები არიან ჟიურიში და რაც მთავარია, რომ ვერავინ ვერ იგებს ვის ჭაჭას შინჯავს, იმიტომ რომ ესე გვაქვს ეს ყველაფერი ბოდიში დამიტყვისთვის შეფუთული, რომ ადამიანები და იგივე სომალი და იგივე საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრები თუ ჟიურის წევრები ვერ ხვდებიან, რომელი კომპანიას ჭაჭას აგემოვნებენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხვალ 5 საათზე ერეკლეს მოედანზე გახდება ცნობილი, თუ რომელმა კომპანიამ, რომელმა სახლში მწარმოებელმა გლეხებმა არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, გაიმარჯვეს და მე ვფიქრობ, რომ ხვალ ძალიან დიდი სანახაობა ელის არა მარტო თელავის მოსახლეობას და კახეთის მოსახლეობას, არამედ აქ ჩამოსულ ძალიან ბევრ სტუმარს. ჩვენ ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და რა ვიცი და ბოლოს ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით კახეთის მოსახლეობას თუ ვისი კონცერტი უნდათ, რომ კონცერტი დასრულდეს ესა თუ ის ფესტივალი. ამიტომ მათი არჩევანი წელს შეჩერდა ქალბატონ ნინო ჩხეიძეზე, რომელიც 6 საათზე დაიწყებს და გამართავს მის სოლო კონცერტს. ესაც არის გასწრება, ყველაფერი არის უფასო და ამ ფესტივალის ხიბლით რა არის, ხუმრობთ, რომ ყველაფერი არის უფასო. ჭაჭის დაგემოვნება, მწვადი, რავე მუნიციპალიტეტი ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ ვინ უფრო საუკეთესო კახურ სუფრას გასლის, რომელიც საქართველოში ცნობილია თავისი სტუმართ მეყვარობით. და აი ამ ფესტივალის აზრი ეს არის, მე მიხარია რომ ამ ფესტივალმა გაამართლა, უკვე მერვე წელია უკვე ვატარებ და მე ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი ხალხმა გადაარჩინა და ხალხმა შეუწყო ხელი, რომ ეს ფესტივალი ყოფილიყო პოპულარული. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა გურჯანის ტელევიზიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას და უკეთებს ამ ფესტივალს პოპულარიზაციას.